ჩვენ დღევანდელი ლექცია შეეხება ბერძნულ, მაგრამ მაინც ელინისტური ხანის ისტორიოგრაფიას. ელინიზმი როგორც პერიოდი ხანა დადგა და მის უკავშირდება ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებს, უკვე სწორად იწყება მისი გარდაცვალებიდან, ანუ ეს არის პერიოდი, რომელიც მეოთხე საუკუნის მიწურულიდან დგება და გრძელდება ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნემდე, როდესაც ეგვიპტე, ბოლო ელინისტური სახელმწიფო იქნა დაპყრობილი რომის მიერ, რომის იმპერიის მიერ. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ელინისტურ ტრადიციებს რომაული კულტურა ემიჯნება ბოლომდე, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც რომაული პერიოდი ჩვენ ცალკე გვაქვს გამოყოფილი და სავსებით საფუძვლიანადაც, თუნდაც იმიტომ, რომ რომაული ეპოქა, რომაული ცივილიზაცია ბერძნულენოვანი აღარ არის, რომაული ცივილიზაცია ზუსტად არ იმეორებს ბერძნულ კულტურას, ბერძნულ აზროვნებას, მათ შორის საბერძნული ისტორიოგრაფიისათვის დამახასიათებელ მიდგომებს წარსულის კვლევისადმი, ანუ ბერძენთა ისტორიულ შეხედულებს. რა თქმა უნდა, მარტო ამით არ ამოიწურება და არ შემოიპარგლება რომაულ და ელინურ ცივილიზაციებს, კულტურებს შორის აზროვნებათა სისტემებს შორის სხვაობა არის ბევრი სხვაც, თუმცა ეს ამ წუთას განსახილველი თემა არ არის. მაშასე ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებს მოყვა უზარმაზარი იმ დროისთვის მართლაც მსოფლიო იმპერიის შექმნა. აქ გაერთიანებული იყვნენ ამ იმპერიაში სხვადასხვა კულტურის, რელიგიის, რა თქმა უნდა, ენისა და ეროვნების ხალხები, მაგალითად, მხოლოდ რომ ჩამოვთვალოთ ჩვენ რა შედიოდა რომელი ტერიტორიები, რომელი ხალხები შედიოდნენ ალექსანდრე მაკედონელის მიერ შექმნილ სახელმწიფოში, მივიღებთ შემდეგ სურათს. ეს არის ბერძენი მოსახლეობა, წინა აზიის ბერძნულენოვანი და არა მხოლოდ ბერძნულენოვანი მოსახლეობა. ეს არის მთელი შუამდინარეთი, ეს არის ეგვიპტე, ეს არის სპარსეთი, ეს არის კიდევ უფრო აღმოსავლეთი და შორეული ტერიტორიები, მაგალითად გარკვეული ნაწილი დღევანდელი შუა აზიისა, გარკვეული ნაწილი ინდოეთის დასავლეთი მხარე მისი. აი ამ ტერიტორიებს დაახლოებით მოიცავდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ შექმნილი იმპერია. როცა გარდაიცვლება, თავისთავად ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ დედაქალაქი ამ იმპერიის, ან ბერძენთა მიერ შექმნილი მსოფლიო იმპერიისა იყო არა რომელიმე ბერძნული ქალაქი, არამედ ქალაქი ბაბილონი, რომელიც შუამდინარეთში მდებარეობდა და ერთ-ერთი უძველესი აღმოსავლური ცივილიზაციის კერა იყო. ესეც ნიშანდობლივია ელინისტური კულტურისთვის, ისევე როგორც ის ფაქტორი, რომ ამ იმპერიაში მრავალი ახალი ქალაქი შეიქმნა, აშენდა, ბევრ მათგანს სწორედ ამ იმპერიის ფუძემდებლის ალექსანდრეს სახელის მიხედვით ალექსანდრია ეწოდა, ასეთი ალექსანდრიები ბევრგანს არსებობდა, ხოლო თვითონ ელინისტური კულტურის ცენტრად ჩვენ შეგვიძლია, პრინციპში ძალიან ძნელია ერთი რომელიმე კერა აღიარო, მაგრამ თუ რომელიმე უნდა გამოვყოთ, ალბათ ქალაქი ალექსანდრია, ოღონდ ალექსანდრია ქალაქი, რომელიც არა საბერძნეთში მდებარეობს, ისტორიულ საბერძნეთში, ქალაქი, სადაც რომლის მოსახლეობაც არაეთნიკურად ბერძენია, ან ენობრივად ბერძენი, არამედ ქალაქი, რომელიც დაარსდა ეგვიპტეში. ჩვენ საუბარი გვაქვს სწორედ ეგვიპტის ალექსანდრიაზე, რომელიც ისედაც ცნობილი უნდა იყოს თქვენთვის, ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ქალაქი და მეორე იმით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება ალექსანდრიის შუქურის სახით სწორედ აქ მდებარეობდა. თავისთავად ეს ფაქტებიც უკვე რაღაცას ბევრ რამეზე მეტყველებს, კერძოდ ელინისტური ეპოქის და ალექსანდრე მაკედონელის მიერ შექმნილი იმპერიის ხასიათზე, რომ ეს არ არის მხოლოდ ბერძენთა იმპერია, რომ ის ძალიან განსხვავდება მისი წინამორბედი იმპერიებისაგან, ასურეთისაგან, სადაც მხოლოდ ასურელი და ასურეთი იყო ძლიერი პოზიციების მქონე, დანარჩენი ხალხები უბრალოდ მისი დაპყრობის ქვეშ არსებობდა, მისი მმართველობის ქვეშ, თქვათ პირდაპირ მისი ჩაგვრის ქვეშ არსებობდა. ეს რეალურად განსხვავდება სპარსეთის აქემენიდური იმპერიისგანაც, სადაც შეიძლება
ისეთი გამიჯვნა არ ხდებოდა მთელ რიგ დაპყრობილ ტერიტორიებსა და ცენტრალურ რეგიონს შორის, როგორც ასურეთის იმპერიაში, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ ვისაუბრებთ, რომ ეს არის ზოგადად კოსმოპოლიტური იმპერია. აქაც რა თქმა უნდა გაბატონებული სპარსია, გაბატონებული სპარსული რელიგია, აქაც რა თქმა უნდა სხვა ქვეყნები, მათ შორის ქართველური ტომები, რომლებიც აქემენთა იმპერიის მე-19 სატრაპიაში შედიოდნენ და ცხოვრობდნენ, მათზე პირდაპირ დამორჩილებულნი არიან, ხარკს უხდიან მათ სამხედრო ბეგარას წევენ დამპყრობთა მიმართ. ალექსანდრე მაკედონელის დამპყრობელია, ბერძენის დამპყრობელია, მან სპარსეთის აქემენიდური სახელმწიფო გაანადგურა და მიიერთა, საკუთარი მმართველობა დაამყარა. რა ეწოდება ამას თუ არა დაპყრობა, მაგრამ ხასიათი ამ დამპყრობლობისა ცოტა სხვაგვარი იყო. აქ ერთიანი სახელმწიფო უნდა შემდგარიყო, რა თქმა უნდა, ბერძნული ენის დომინანტობით, ბერძნული კულტურის უპირატესობით, ჰეგემონობით, მაგრამ ეს არ ნიშნავდა ადგილობრივი ხალხებისა და ადგილობრივი კულტურების განადგურებას, ეს არ ნიშნავდა ამ ხალხების მიჩნევას როგორც მეორე ხარისხოვანი დაპყრობილ ხალხებად. ამის მაგალითია, თუნდაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ სამ ცნობილ ბევრი რამ არის შეიძლება ცნობილი, მაგრამ სამ მიზეზს, რომელიც მე უკვე დავასახელე და რომლის გამოც რომელიც ჩემს ნაცვლად წარმოაჩენს მაკედონელის მიერ შექმნილი იმპერიის განსხვავებულ ხასიათს. ქალაქები კი არ ინგრევა დაპყრობილ ტერიტორიებზე, არამედ არსდება ახალი ქალაქები. მეორე ბერძნული იმპერიის, ბერძენთა იმპერიის, მაკედონელთა იმპერიის პოლიტიკური ცენტრი არის არა ქალაქი, რომელიმე მით უმეტეს ისე ცნობილი როგორც ათენი შეიძლება ყოფილიყო ბერძნული სამყაროსათვის, არამედ მთავარი პოლიტიკური ცენტრად ყოველ შემთხვევაში მაკედონელის ცხოვრების დროს, ამ იმპერიის ერთიანობის არსებობის დროს იქცევა ქალაქი ბაბილონი, რომელიც სულ სხვა გარემოშია, ვიდრე ბერძნული გარემო. თუმცა ეს უკვე საბერძნეთი, ეს უკვე დიდი იმპერიის, ერთიანი იმპერიის შემადგენელი ნაწილია და სწორედ ცენტრალური მდებარეობა უკავია რა მას, ამიტომაც ხდება ის დედაქალაქი. ამიტომაც გარდაიცვლება ალექსანდრე მაკედონელი როგორც მმართველი იმპერიისა ამ ქალაქში. და კიდევ ელინისტური კულტურის ცენტრი შეგიძლიათ გაიხსენოთ მაგალითი, როდესაც რომელიმე ქვეყანამ იმპერიას შექმნა დედაქალაქი დაპყრობილ ტერიტორიაზე გადაიტანა? მე მაგალითად არ მახსენდება ესეთი შემთხვევა. შეგიძლიათ გაიხსენოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც იქმნება იმპერია და იმპერიის კულტურის ცენტრი არის არა შემქმნელის ტერიტორიაზე, არა შემქმნელის რომელიმე ქალაქში, არამედ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ერთდროს დაპყრობილი იყო იმპერიის შემქმნელისაგან, ანუ ბერძენთაგან. მე მხედველობაში მაქვს ქალაქი ალექსანდრია ეგვიპტეში. ეს უკვე ალბათ თქვენთვის მეტყველებს ბევრ რამეზე და კერძოდ იმაზე, თუ რა ხასიათისა იყო კულტურული თვალსაზრისით მაინც ეს ახალი იმპერია. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ ძალიან სწრაფად დაიშალა იმპერია როგორც ერთიანი სახელმწიფო, მას გამოეყო სირიის დიდი სახელმწიფო, რომელსაც სელევკიდთა დინასტია მართავდა და ამიტომ ამ სახელმწიფოს მეორენაირად სელევკიდურ სირიას უწოდებთ ჩვენ, მას გამოეყო ეგვიპტე, სელევკიდური სირია თავად მერე როცა დაიშლება სომხეთი, პონტო, პართია და სხვა მეტნაკლებად დიდი თუ პატარა სახელმწიფოები გამოეყოფა, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთი ცალკე აღებული დიდი იმპერია, მას გამოეყო ეგვიპტე, რომელსაც პტოლემაოსთა დინასტია მართავს და თრაკია, უშუალოდ წინააზიური და ბერძნული სამყარო, სადაც ლიზიმაქეთა დინასტია მართავდა. მაშასე თვითონ ეს სახელმწიფო ალექსანდრე მაკედონელისა პოლიტიკურ ერთიანობას ვერ ინარჩუნებს. ის მალე იშლება, ამის მიუხედავად სწორედ დაშლის შემდეგ იწყება ელინისტური ხანა. ესეც ძალიან საინტერესო მოვლენაა. მსგავსი შემთხვევა ალბათ არ გვახსენდება მსოფლიო ისტორიიდან, როდესაც სახელმწიფოს ერთიანობა დაშლილი იყოს,
თუმცა ამ დაშლილ ერთეულებს შეენარჩუნებინათ იმდენი საერთო რამ, რომ სელევკიდური სირიაც, პტოლემაუს და ეგვიპტეც და ბერძნული სამყაროც ელინისტური სამყაროს წევრი გამხდარიყო. ანუ ერთიანი კულტურა მათ ჰქონდათ, საერთო ტრადიციები ჩამოყალიბებულიყო, მმართველობის ფორმები მეტნაკლებად ერთიანი ყოფილიყო ამ ერთმანეთისგან გამიჯნულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. აი ეს არის ერთ-ერთი უნიკალური შედეგი, რაც მოგვწია ჩვენ ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობითმა ომებმა და რამაც დაბადა, რამაც წარმოშვა ელინისტური კულტურა. რა არის ელინისტური კულტურა? რაით ხასიათდება ის და საიდან იღებს თუნდაც ეს სახელწოდება ელინისტური სათავეს. ისტორიის ლექცია რო ყოფილიყო ეს, ალბათ უფრო მეტად გავშლიდით ამ თემას და არამც თუ მოკლე მიმოხილვა 1 და 2 ლექციაც არ ეყოფოდა, მაგრამ ახლა ჩვენ სხვა რამე გვაქვს გადაწყვეტილი, კერძოდ ელინისტური ხანის ისტორიკოსთა შეხედულებებზე მსჯელობა, ამიტომ თვითონ ელინისტურ კულტურის გაღრმავებულ წარმოჩენას ჩვენ ვერ მოვახერხებთ. უბრალოდ შეგვიძლია დაახლოებით ესე ვთქვათ, დაახლოებით ძალიან მწირად, ძალიან უბრალოდ, მაგრამ მაინც რომ გასაგები იყოს არსი ელინისტური ხანისა, არსი ელინიზმისა. ამ დროს ხდება ბერძნულის ექსპორტი დაპყრობილ ტერიტორიებზე. ეს ტერიტორიები კი არის ძალიან დიდი, თქვენ უკვე იცით ეს. ძალიან ფართე, ძალიან მრავალფეროვანი თავისი მოსახლეობით. ეს ექსპორტი ხდება არა ძალით, არამედ ხდება გარკვეულწილად შეთანხმებით, ნებით, ყოველ შემთხვევაში დაპყრობილი მოსახლეობა ამ იმპერიაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხები იღებენ მას და გარკვეულწილად ითვისებენ. ანუ ამ დროისათვის მთავარი დომინანტი ენა არის ბერძნული ენა. ბერძნული კულტურის გავლენა ყველგან სახეზეა, ბერძნული არქიტექტურის გავლენა, ბერძნული მწერლობის, ბერძნული აზროვნების, ბერძნული ფილოსოფიის, არ ვიცი კიდევ რა შეიძლება ჩვენ აქ ჩამოვთვალოთ, რელიგიისაც რა თქმა უნდა. ოღონდ ეს არის გავლენა და არა ბერძნულის მიერ ადგილობრივის განადგურება. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს სახეზე, როდესაც ბერძნული ღმერთები, ღვთაებები კვიდრდებიან სხვადასხვა ხალხის პანთეონში და ისინი ანადგურებენ ადგილობრივს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შერწყვა. ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც თაყვანს სცემდა ბერძნულ ღვთაებებს, ბერძნულ რელიგიას, თავს ეგვიპტელთა ღმერთის, მზის ღმერთის შვილად აცხადებს, როდესაც ის ეგვიპტის მმართველად ცხადდება. ასევე ეს ამ მაგალითის განზოგადება შეგვიძლია ჩვენთან, როგორც ბერძნულმა რელიგიამ გავლენა იქონია აღმოსავლურ რელიგიებზე, ოღონდ არ მოსპო ადგილობრივი ღვთაებები, პირიქით თვითონაც შეითვისა ზოგიერთი მათგანი, ასევე ეს ფაქტი განმზოგადოთ ჩვენ კულტურის თვალსაზრისითაც. ბერძნული კულტურა ენასთან ერთად დომინანტურია, მაგრამ ის არ სპობს ადგილობრივს, არ სპობს ძველ სპარსულს, არ სპობს ძველ ეგვიპტურს, ძველ შუამდინარე მესოპოტამიურს, არამედ ხდება მათი სინთეზი, ეკლექტიკურ ერთობად იქცევა ისა, ამით ორივე მხარე მდიდრდება. ორივე მხარე გარკვეულ ცვლილებას განიცდის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაღალ განვითარებულმა, მაღალ ცივილურმა აღმოსავლურმა კულტურამ ბერძნულთან შერწყმით მოგვცა ახალი თვისობრივად, ოღონდ ორივე მხარის ბერძნულ აღმოსავლურის ტრადიციებთან ახლოს მდგარი კულტურა, რომელსაც ჩვენ ელინისტურს ვეძახით. არ ვიცი რამდენად ზუსტი ლაკონური გამოვიდა ეს განმარტება, მაგრამ მე მგონი არსის მიხვედრა არ გაგვიჭირდებოდა. ელინისტური კულტურის დროს წარმართველი არის ბერძნული, ტონის მიმცემი არის ბერძნული, თუმცა ის აღარ არის ის, რაც იყო ძველ ბერძნულ ეპოქაში. აღარ არის იმიტომ, რომ მან შეირწყა, მან შეითვისა აღმოსავლური კულტურები. ბერძნულმა ეგვიპტეში ეგვიპტური, ბერძნულმა სპარსეთში ძველ სპარსული, წინა აზიაში წინა აზიური, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა ახალი, უფრო დაწინაურებული და უფრო განვითარებული კულტურა, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ელინისტურ კულტურას.